Შემოვიდა უკვე ორივე მონაწილე წითელი ფორმით ჭიდაობს ლუკა გორდელაძე ოზურგეთელი სპორტსმენი და დაიწყო დაპირისპირება ფინალური დაპირისპირება 55 კილოგრამში. მათი გზა ესეთი გორდელაძემ სამი შეხვედრა დამართა, ჯერ დაამარცხა ჯოხაძე, ლაშა ჯოხაძე ზესტაფონელი, შემდეგ პირველად განთესილი ნიკა ცეცხლაძე ლანჩხუთელი და შემდეგ ოზურგეთელი ლუკა ჩხაიძე. გაგა ბოლქვაძემ მოუგო ის იყო მეორე ნომერი, დაამარცხა გიორგი გუბერლაძე და შემდეგ მატვეი სულაქველიძე. ცეცხლაძემ და სულაქველიძემ მოიპოვეს აქ უკვე ბრინჯაოს მედლები. კარგი კისური, ბოლქვაძემ ძალიან კარგი გდება. რა თქმა უნდა, ოთხგულიანი. ბოლქვაძის მწვრთნელი, პირადი მწვრთნელი გახლავთ ჯემალ ბაკურიძე, რომელიც ახლა არ უზის, თუმცა წეღან გახურებაში ეხმარებოდა კი. საერთოდ წარკელები, ვინც უკვე აქეთ თბილისში გადმოდიან და უკვე ნაკრების კანდიდატები არიან, ძირითადად მე როგორც ვიცი ბაკურიძესთან ვარჯიშობენ. მშვენიერი ილეთი ძალიან ტექნიკური, ამან დიდი შეხვედრებშიც კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა ბოლქვაძემ. ეხლაც მშვენიერი ილეთი შემოგთავაზე. მაგ ცოტა ზედმეტი მოუვიდა ახლა აქტიურობა. ისევ ბოლქვაძე ანალოგიურად უპასუხა გორდელაძემაც. და ასეთ შემთხვევაში უკვე ბოლოქულას ენიჭება ეს პირველი ქულა გაიყვანა კიდე ბოლქვაძესა გორდელაძემ. პირველი ქულა მოქმედებს მხოლოდ 1-1-ზე, როცა ორივე მესქულა პასიურობისთვის მიიღო. მშვენიერი სანახაობა არის პირველი ფინალი. ძალიან კარგი ფინალი. ესე ორი კისული იშვიათია ძალიან. ჭიდაობის ამსახურებაში. ჩოგჯენიდან თქვა 2-4-ხულიანების ერთად გინახავს მაგას კისრული ილეთით უკვე. ეხლა უკეთეს მდგომარეობაში არის ბოლქვაძე, მაგრამ დაიცვა თავი, შევიდა ხალიჩის ცენტრში. გორდელაძე კიდევ ერთი მსწავლობა წალკელის მხრიდან უბრალოდ ქუთაისის ოზურგეთელის მხრიდან და ბოლქვაძეს მოუწოდებს მსაჯი აქტიურობისკენ. ეხლა გაიყვანა გარეთ უკვე ბოლქვაძემ და გაათანა ანგარიში და უკვე ბოლო ქულის უპირატესობა ბოლქვაძეს აქვს. ხო, თუმცა ქულები კიდევ გაკეთდება დასრულებული. მთელი მეორე პერიოდი წინ არის და ნახევარი წუთი ამ პერიოდისაც. თვითო ოთხხულიანი არის ორივე ანგარიშზე და თვითო ხალიჩიდან გაყვანა. ჯემალ ბაკურიძე ახლა არ ვიცი არ ჩანს ჯერჯერობით კადრში მიღმა დგას და როგორ ნერვიულობს. გადავდივართ მეორე ნახევარში 5-5 მშვენიერი სანახაობა იყო, იმედია ასე გაგრძელდება მეორე ნახევარში. დასრულდა პირველი პერიოდი 5-5, ქულის უპირატესობა აქვს გაგა ბოლქვაძეს წალკელ სპორტსმენს. ბაკურიძესთან დაკავშირებით ერთი უცნაურობა შეიძლება ითქვას თვითონ ბერძნულ რომაულის მოჭიდავეა, მწვრთნელი არის, ჭაბუკთან ნაკრების მცველია და მისი შვილი თავისუფალ ჭიდაობაზე დადის. და შარშან ძალიან ცოტა დააკლდა მას ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო. 23-იანებში თუ 20-იანებში. ჩვენ ამ მეორე პერიოდი. დიდები ჩემპიონატი მოსტუმრებული ყავს 23 წლამდელებს მოისტუმრება და გრჩება კიდევ 3 ასაკობრივი ჩემპიონატი ორივე სტილით. 15, 17 და 20 წლამდელები. ძალიან დაძაბულად იწყება მეორე პერიოდიც, რაც ნამდვილად არ არის მოულოდნელი. და აქ ხომ საჯი ბოლქვაძეს მოუწოდებს აქტიურობისკენ, შემტევიც პრინციპში არის გორდელაძე.
აქ წრესთან მიიყვანა, მაგრამ დაბრუნდა ისევ შიგნით ბოლქვაძე. და ბოლქვაძე მიიჩნიეს საჯებმა პასიურად, შესაბამისად ერთი ქულა მიიღო გორდელაძემ და 6-ით 5 დაწინაურდა, ხოლო ბოლქვაძე დგება ჩოგჯენში. შეკრა ხელები გორდელაძემ და აბა თუ წამოწევს და ერთი დატრიალება გააკეთა, მეორე დატრიალებაც 10-ით 5, კიდევ ერთი დატრიალება ჯერჯერობით ჩანს რომ შეუძლია და მესამედაც კი ბატონო 12-ით 5. ერთი დატრიალება და უკვე წმინდა მოგება იქნება და წაიღო კი ბატონო 14-ით 5. აბა დაუჩენდა თითქოს ესეთი პირი 4-0 თავიდან პირიქით კი ბოლქვაძემ კარგად დაიწყო. თუმცა მშვენივრად იჭიდავა შემდეგ გორდელაძემაც. მიულოცოთ ოზურგეთს და მიულოცოთ პირადად ლუკა გორდელაძეს ჩემპიონის ტიტული. გაგა ბოლქვაძე დარჩა მეორე ადგილზე. ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები არიან ქუთაისელი მატვი სულაქველიძე და ნიკა ცეცხლაძე ლანჩხუთიდან 55 კილოგრამზეა საუბარი. აქ ხედავთ რომ ბოლქვაძეს დასჭირდა ექიმის დახმარებაც. ჩვენ კი გადავიდეთ მომდევნო წონაზე, ეს გახლავთ 63 კილოგრამი, აჭარული ფინალი თორნიკე ვაშაყმაძე რატი ხოზრევანიძის წინააღმდეგ. თორნიკე ვაშაყმაძემ ბრძოლა მოიგო და ამაცხა თამაზ გუგუნაშვილი მე-4 ფინალში და შემდეგ ცოტნე ბუკია ნახევარ ფინალში რატი ხოზრევანიძეს რაც შეეხება მან დაამარცხა